21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. 2011 წელს გაეროს ეგიდით დაწესებულ თარიღს საქართველოს შეუერთდა. თბილისში დღეს მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო. მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. აქციაზე ფერად ზოლიანი წინდების სიმბოლურ ფასად გაიყიდა. ორგანიზატორების თქმით, წინდების სხვადასხვა სახის აქსესუარად გამოყენება საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს. უთვალავი წინდით უთვალავი მოქალაქე ხელს შეუწყობს იმ სტერეოტიპების რღვევას, რომლებიც ერთი მხრივ არასწორ წარმოდგენას ამკვიდრებს საზოგადოებაში, ხოლო მეორე მხრივ თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრთა იზოლირებას იწვევს. არსებობს ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია Down Syndrome International, რომელთაც დათქვეს ეს თარიღი. იქიდან გამომდინარე, რომ დაუნის სინდრომი არის ტრისომია 21, ანუ 21 ქრომოსომის გასამება, მესამე თვის 21 რიცხვი არის აღებული სიმბოლურად. და ეს ორგანიზაცია აკეთებს აყალიბებს მსოფლიო მესიჯებს, თელ მსოფლიოში წლევანდელი მესიჯი არის სრულყოფილი სამედიცინო მეთვალყურეობის უფლებები, ანუ რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსაც იგივე უფლებები აქვთ ჰქონდეთ სრულყოფილი სამედიცინო მეთვალყურეობა, როგორც ყველა დანარჩენ სხვას. დღესვე ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულფასოვანი სამედიცინო მეთვალყურეობის თემაზე სპეციალისტებმა ისაუბრეს. რომ მშობელს ურჩიონ, რომ აზრი არ აქვს დაუნის სინდრომის მედიკამენტოზურ მკურნალობას, იმიტომ რომ დადგენილი ფაქტია, რომ დაუნის სინდრომი მედიკამენტებით არ იკურნება. ძალიან ხშირია შემთხვევები სამწუხაროდ, რომ ნიშნავენ ხოლმე ბავშვებში რაღაცა სრულიად არასაჭირო წამლებს, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ არ ვნებს, მაგრამ არც არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ცუდ შემთხვევაში არის ისეთი ძლიერი დამამშვიდებლები, რომელიც ბავშვის განვითარებაზე არასწორად აისახება. გაკეთდა დაუნის საზოგადოების მხრიდან შეიქმნა პროტოკოლი, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე მეთვალყურეობის საფეხურებს გვაჩვენებს, როგორ უნდა მოხდეს მეთვალყურეობა ამ ბავშვებზე. ამ ბავშვებს აქვთ მრავალი ორგანოს და სისტემის მხრივ პრობლემები, მათ ესაჭიროებათ გუნდური მიდგომა სხვადასხვა სამედიცინო და არასამედიცინო სპეციალისტების მხრიდან და ეს პროტოკოლი საშუალებას მისცემს, რომ ყველა მათი პრობლემა დროულად იქნეს აღმოჩენილი, ზოგიერთი მათგანის პრევენცია განხორციელდეს და ამით გაუმჯობესდეს მნიშვნელოვნად მათი ცხოვრების ხარისხი. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ამ ღონისძიების აღნიშვნაში მონაწილეობას იღებს უკვე მეოთხე წელია. თვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმისთვის, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა გაიგოს ის პრობლემები, რაც ამ სინდრომის მქონე ადამიანებს აწუხებს, გაიგოს ის, რომ ეს არ არის ავადმყოფობა, არამედ ეს არის მდგომარეობა. საქართველოს პრეზიდენტმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის აუცილებლობაზე განცხადება გაავრცელა. საქართველოში, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში, ბავშვებს დაუნის სინდრომით გზა უნდა გაუხსნათ ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, მაქსიმალურად ჩავაბათ შემოქმედებით საქმიანობასა თუ სპორტში, რათა მშვიდად იცხოვრონ ახლობლების გარემოცვაში, იგრძნონ თავი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან ღირსეულ წევრებად და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. მეც როგორც პრეზიდენტი და მოქალაქე თავს ვალდებულად ვგრძნობ მეტი ყურადღება და დრო დაუთმო იმ გზებისა და საშუალებების შესწავლას, რომლებიც ჩვენ ყველას სოლიდარულ თანაცხოვრებამდე მიგვიყვანს. წერია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. მსოფლიო მასშტაბით ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არ არის მემკვიდრეობითი და ის არც გადამდებია. დაუნის სინდრომი არის გენეტიკური ცვლილება და არა დაავადება. დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. დაუნი იმ მეცნიერის გვარია, რომელმაც ეს სინდრომი პირველად აღწერა.